მოგესალმებით კიდევ ერთხელ მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, მადლიერებით, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ჩემი არხის გამომწერებს, შემდგომ დანარჩენ ყველას, ვინც ჯერ პარტერში ვერ გადმოგიყვანეთ და კულისებში ყოფნას ამჯობინებთ, ხო? მოკლედ, დღეს მინდა გავაკეთო ასეთი გაშლა, ჩაფიქრებული ეს ენერგიები. და აქვე ჩემო კარგო ადამიანებო, სანამ გაშლას დავიწყებდე, 2 წუთს წაგართმევთ. ერთ-ერთმა მოკლედ ახლობელმა მითხრა, რომ რაღაც ერთ-ერთ გაშლაზე რა პირად კონსულტაციაზე ძალიან ვინერვიულა, იმიტომ რომ ერთ-ერთ ადამიანს ძალიან ისეთი რაღაცები ამოუვიდა, რომ თითქმისაც შემეშინდა. და რატომ არ ეუბნებიო? არის მომენტები, როცა მეგობრებო, განა უნდა დაუმალოთ სიმართლე. უბრალოდ უნდა სწორად შეფუთოთ და ისე მიაწოდოთ. ნახეთ ფსიქოლოგიაში რა არის, ამას ხოთ შორის არავინ არ გეტყვით. რეაქცია კონკრეტულ სიტუაციაზე, ურთიერთობა და ქმედება, ხო? რა არის? ანუ მე მაქვს რეაქცია პირობითად რაღაც სიტუაციაზე და მე ამ ჩემი რეაქციიდან გამომდინარეა ის დანარჩენი მთელი ჯაჭვი, რაც მე ჩემს რეაქციებს მოყვება, ხო? პირობითად მე ვიღაცამ ჩამინერგა, რომ ისე ზოგადად ვთქვათ, რომ არ ვიცი, ძალიან მძიმე სამსახურიდან გამომდინარე, მძიმე ფსიქოლოგიური კლიმატიდან გამომდინარე, რთულია სამხედრო ან პოლიციელ ადამიანთან ურთიერთობა და მოდი არ გინდა. იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა, ძალიან ბევრი რისკი მოყვეს, ხო? და ჩემი რეაქცია პირველივე ადამიანს რომ გავიცნობ და ზოგადად ვამბობ, ხო, ახლა მიმიხვდებით ულტრირებას ვაკეთებ, მეტყვის რომ მე ვარ, არ ვიცი, სამხედრო წარმომადგენელი, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი, უშიშროების წარმომადგენელი და პირველი რეაქცია უიარა. მე შენთან არა, იმიტომ რომ მე ასე ვიცი, ხო, შენთან დაკავშირებით ეს ენერგიები მაქვს, ესეთი მოლოდინები მაქვს, ეს სცენარები მაქვს. ანუ შენ აი ამ რეაქციას უნდა ებრძოლო და არა იმას მე შენს ურთიერთობას და შედეგს და მოქმედებას, ხო, იმიტომ რომ თუ ეს რეაქცია არ ფორმირდება, აბსოლუტურად ერთი და იგივე წრეზეიული მუდმივად, ხო, მუდმივად გექნება ეს აცილება ამ სფეროს წარმომადგენლების. ძალიან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ულტრირებულ შედარებას ვაკეთებ. მე თუ მაქვს პირობითად რეაქცია იმის, რომ ადამიანს შევხვდი, არ მომეწონა, ან მომეწონა, მაგრამ რაღაცა არ არის ჩემთვის მისაღები, მისი საქციელიდან, მაგრამ მეშინია რომ სხვა რეაქცია არ გამოვიწვია. ნახე, ჩემი რეაქცია ის არის, რომ მის რეაქციაზე ვფიქრობ და ვფიქრობ სავარაუდო მოლოდინზე, მე შეიძლება გავაკეთო შენთან ერთად ის, რაც მე სულ არ მომწონს. პირობითად მაგალითად, ცხოვრებაში სიგარეტი არ მომიწევია, ვთქვათ, მაგრამ შენ რომ მაძლევ, ისეთი გამოხედვა გვაქვს, რომ რაღაცა ვფიქრობ, რომ მოდი ახლა ჯობია მე აქ სიგარეტი მოვიწიო, თუნდაც დავიხრჩო. დახრჩობამდე დავიხრჩო არა, ახლა რა თქმა უნდა, ხო, მაშინ არჩევანი აღარა გაქვს. დამიზიანდეს რაღაცა დონეზე, რაღაცა გარკვეული, ვთქვათ, იქ ფილტვი, იქ ბრონხი, იქ ისტრატა და წავუმახველოს რაღაცა, მაგრამ სამაგერად ახლა აქედან მშვიდობიანად გავალ, რომ ეს არ გაღიზიანდება და რაღაცა მას არ მომაყენებს, ხო? პირობითად შევხვდი და რაღაცა ისეთი ურთიერთობის ფორმა შემომთავაზა, რომელიც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ შემეშინდა და ავდექი და დავთანხმდი, იმიტომ რომ გავთვალე, რომ ახლა დათმობა ჯობია, ვთქვათ, მე რაღაცა სიტუაციის გამწვავებას. ოღონდ ეს ჩემი რეაქცია, შეიძლება ამ დროს ის ადამიანი სულ სხვანაირად ფიქრობს, მაგრამ ეს ჩემი რეაქციაა. და ამ ჩემი რეაქციიდან გამომდინარე მიდის მე სწორი ან არასწორი ჯაჭვი. ამის გარდა, როცა ადამიანს შენ ეუბნები რაღაცა ძალიან მძიმეს, ის მე ამ ყველაფერს აპროგრამებს. ხო, ჩემს ცხოვრებაში ერთადერთხელ მქონდა სიტუაცია, როცა ისიც ახლობელი თან. შორეული კი არისო. სანამ ისე საჯაროდ გამოვჩნდებოდი, ძალიან ისეთ ახლობელთან, რომ აი ესე ამიტომ ეს აქ ესე გექნება, აქ მე აქ ესე აღარ იქნება, იმიტომ რომ ის ისე უნდა იყოს. მოკლედ, აქ იმას გაშორდები, იქ მე ოჯახს შექმნი, იქ მე იქაც რაღაცა არ გამოგივა და მესამე და მაშინ ეს გოგო შოკში იყო, რომ რებს მელაპარაკები და ბოლოს მის ცხოვრება ზუსტად ისე წავიდა, როგორც წავიდა და სულ ვფიქრობ ხოლმე, რომ ნეტა მართლა რეალურად ეს ჩემი ჩადებული პროგრამა იყო თუ რეალურად მეც კი მიჩნდება ამისი კითხვა. მის მერე ყოველთვის არასდროს ეგეთ
რაღაცებს აღარ ვამბობ, სახელებს აღარ ვარქმევ. ადამიანებს ვაწვდი ინფორმაციას ენერგიების მიხედვით, ტარო ეს არის ენერგიები, მეგობრებო. და ვუტოვებ არჩევანს. მე კი გეუბნები, რომ იცი რა, შენ აი აქ ცოტა რაღაცა, მაგრამ შენი არჩევანია, გინდა დაანები ამ სამსახურს თავი, გინდა დარჩი ემიგრაციაში, მაგრამ შენ ემიგრაციაში არ გაქვს ის, რაც უნდა საქართველოში გქონდეს და პირიქით, ხო? შესაბამისად, ვინ ვარმე ღმერთიც კი არჩევანს უტოვებს, ხო ადამიანებს, ღმერთიც კი გაჩვენებს შავს და თეთრს და შენ თავისუფალ ნებას გიტოვებს. და მე ვინ ვარ, რომ გითხრა, რომ იცი რა, არა, ქმარს გაშორდი, წამოდი ხა იმ საყვარელს გაყევი, ამ პირიქით მოკლედ, ხო, ძალიან სიღრმეებში აღარ წავალ. ასე რომ აი ეს არის ერთადერთი, რის გამოც ვცდილობ ხოლმე, რომ სწორი ფორმით მივაწოდო ადამიანს ინფორმაცია. ნუ აქვე გავიხსენების ძალიან ცნობილი, ყველას გეცოდინებათ, ვინც მისმენთ, თომას ედისონი, ხო? გონება ჩამორჩენილი ბავშვი, ძალიან ცნობილი ეს მითიურად დადის ეს მისი წერილის ამბავი მასწავლებლის, დედამ რომ დამალა და ბავშვის კითხვაზე რომ ამის წერა მასწავლებელმა უთხრა, შენ საუკეთესო მონაცემები გაქვს და ცოდო ხარ იმ სკოლისთვის და მე შენ სხვა სკოლაში უნდა გადაგიყვანო, სხვანაირად უნდა მოგხედო, ხო და ნუ ბოლოს ადამიანმა რაღაცა სასწაული მიგნებები გააკეთა და სასწაული აღმოჩენები და მოკლედ შექმნა რაღაცა უკვე ისეთი კონკრეტული და ნივთიერი მომენტები, რომ მეცნიერულ სფეროში საკმაოდ დიდი სიტყვა თქვა, ხო? ამ დროს დედას რომ ეთქვა, რომ იცი რა, შენზე მასწავლებელი მეუბნება, შენ გქონება ჩუნგი ხარ და შენგან არასდროს საფერი გამოვა და შენი ადგილი სკოლაში არ არის, ამბავს შეიძლება აბსოლუტურად სხვანაირად დაგკარგო და რწმენა. რწმენა სხვა შორის ეს თუ არ გაქვთ ისწავლება, რომ იცოდეთ და ამაზე საკმაოდ დიდია მუშაობა, რომ თქვენ სამყაროს მიანდოთ თქვენი თავი და ყველაფერი იყოს ძალიან კარგად. კარგით, პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი, ჩაფიქრებულის ენერგიები. ვინ არის ერთი არკანით ვიკითხავ მხოლოდ, ვინ არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი. შესაძლოა დაოჯახებულია, მეგობრებო, ეს ადამიანი, ქალბატონი, მამაკაცი არა აქვს მნიშვნელობა. ოღონდ საკმაოდ კარგად მდგომი საკუთარ ფეხზე, დიასახლისიც რომ იყოს, მას აქვს თავისი წილი შემოსავალი, მას აქვს თავისი წილი სტაბილურობა, მას აქვს თავისი წილი უკვე დაგროვილი სიტუაცია, ხო, იმის არ იყოს 30 წელს რო ქალი გადასცდება ანგარიშზე კი უნდა ედოს ერთი $10,000, ერთი ცალკებინა და ერთი სამი საორიენტაციო, ასე ვთქვათ, რეზერვი, ნუ ცუდი ნათქვამია, მაგრამ მამაკაცის, რომელსაც ოჯახის დანგრევის შემდეგ მიაკითხავსო, ხო? ანუ ხა ისე ლირიული გადახვევა, მაგრამ რეალურად აი დაახლოებით ეგეთი ტიპაჟის ადამიანია, თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი. შესაძლოა დაოჯახებულიც იყოს. კარგით, დღეს რა ხდება? აბა როგორ ენერგიებშია? რა ხდება მის თავს? ხო, რაღაცა არ ვიცი, შესაძლოა ახალ ურთიერთობას იწყებდეს, ახალ საქმეს იწყებდეს. ბოდიში, მაპატიეთ, არასწორად დავხედე. მომაკვდავი მთვარეა. რაღაცა სიტუაციას შეიძლება ამთავრებდეს, რაღაცა სიტუაციას შეიძლება ელოდებოდეს, რაღაცის საბოლოოდ დასრულებას, რაღაცის საბოლოოდ, ასე ვთქვათ, ჩამთავრებას, რაღაცა ეტაპი ციკლის სრულდება მის ცხოვრებაში. კი, ნახე ელოდება, როდის დამთავრდება ეს რაღაცა პერიოდი, რომ მის ცხოვრებაშიც გამოანათოს, ასე ვთქვათ, და მის ცხოვრებაშიც ამოვიდეს მზე. განდეგილის სიტუაციაშია, ახლა არაფერი მასთან მნიშვნელოვანი ურთიერთობების კუთხით არ ხდება. სტაბილურობა ფინანსური კი ბატონო აქვს, არანაირი ამ შემთხვევაში გაჭირვების მომენტი არ არის, მაგრამ ყავს ქალბატონი, რომელთანაც ახლა ის ცოტა კონფლიქტურ ცივ ენერგიებშია და ფიქრობს როგორ დაალაგოს რაღაცეები, ხო? როგორ რა გზით წავიდეს, რანაირად წავიდეს, რომ აი ეს ცივი ენერგიებიდან, ოღონდ ეს დედოფალია, ვისაც ფიქრობს და თვითონ ჯერ რაინდის ენერგიებს ვერ გასცდა. ხმლების და პენტაკლების რაინდებით ამოდის, ხო? თუმცა ფიქრობს, ძალიან ბევრ ფიქრობს, რომ როგორღაც აი ამ დიდი ბრძოლების და ნერვიულობების მერე ისევ საკუთარი კვერთხი დაიჭიროს, მაგრამ ცოტა ილუზორულია. ჯერ ეს ყველაფერი ოცნების დონეზეა. არ გამოვრიცხავ აქ სამკუთხედი იყოს.
და სამკუთხედის ენერგიები არის, ძალიან დიდი ტრანსფორმაციები მიდის და იმასაც ფიქრობს, რომ საერთოდ ხوار დატოვეს ეს ურთიერთობა სხვათა შორის. კი ბატონო, იმიტომ რომ თვლის, რომ ეს რაღაცა დისონანსში მოდის მის ეთიკურ პრინციპებთან, მის მორალთან და ცოტა შეიძლება ისიც გახკრავდეს ხოლმე, რომ აი არჩევანი გეუბნებით რა, რაც მე უკვე აღარ იცვლება ხოლმე ფაბულა. ხო, და სხვა შორის შეიძლება თვლიდეს კიდეც რომ კარმული პარტნიორია. ოღონდ ეს თქვენზეა თუ არა, არ ვიცი, ხო? მოდით ახლა ვიკითხოთ კონკრეტულად თქვენთან მიმართებაში როგორ ენერგიებშია, კონკრეტულად თქვენთან დაკავშირებით. თასების რაინდი. ხო, თქვენთან დაკავშირებით ძალიან გული აქვს ნატკენი, ძალიან იმედგაცრუების მომენტები აქვს, ძალიან ბევრი ემოცია აქვს, ბევრი კი არა ზღვა გადმოდის აგერ. აქ კი თასების რაინდი მაჩვენა, მაგრამ აქ უკვე თასების ტულზე გადავიდა. ხო, აი ეს არკანი წეგან მის ენერგიებში წამოვიდა და სავარაუდოდ ზუსტადაც თქვენ გიკავშირდებათ, რომ უნდა ბოლოს და ბოლოს თქვენამდე მოვიდეს და საკუთარი წილი, ეს ჩემი წილია, ეს ჩემი კუთვნილება, ესეთი მომენტი აქვს. შეიძლება ფინანსური მომენტებიც უშლიდეს ხელს ამ ყველაფერში, მეგობრებო, რაღაც ფინანსური გაჭირვება ქონდეს, მაგრამ ემოციებში დუხს და გადმოდუხს. ნუ ემოციებს ვერ დავუკარგავთ ამ ადამიანს, ვნებებსაც, ცეცხლებსაც. და იცის რომ შანსი აქვს თან. ნახეთ, იმედგადაწურული არ არის. ნამდვილად არ არის იმედგადაწურული, მაგრამ მაინც ფიქრობს, რომ აი გადავდგა ნაბიჯი, არ გადავდგა ახალი მთვარე, ხო, აი თითქოს ახალ, აი წეგან რომ ვამბობდი რაღაცის დასრულებას ელოდება, ხო? თითქოს რაღაცა უნდა მიელიოს, რომ ახლებურად დაიწყოს ეს ყველაფერი და ბოლოს გადაწყვეტილება მიიღოს რაზე? იმაზე რომ თქვენთვის ეს თქვენ მისთვის უფრო სწორედ კვერთხების მეფე ხართ, ხო? თქვენ ხართ მისი სექსუალური შთაგონების წყაროს, მისი არ ვიცი, სასიცოცხლო ენერგიები ვთქვი და აგერ ბატონო ვარსკვლავი და სასიცოცხლო ენერგიების წყარო, ხო? რომელიც პროწერულებიდან გამოედინება, ნუ მისტიური არკანია, ვგიჟდები ამ არკანზე და თვლის რომ თქვენ მისთვის აბედისწერო ადამიანი ხართ. ის თქვენს დაკარგვას არ აპირებს, მეგობრებო. და კაი, ახლა ეს ენერგიები მანახე, ახლა ეს რა გადმოფრინდა თავისით, სავსე მთვარე. კი ბატონო, სავსე მთვარე სხვათა შორის იცით თქვენ როგორი საკრალური პერიოდია სავსე მთვარეობა. ახლა ეს ენერგიები, ეს მოვა. ეს მოვა აუცილებლად, კი. ჩაჯდება თავის ემოციურ ტრანსპორტში და მოგაკითხავთ, აუცილებლად მოგაკითხავთ, მეგობრებო. ვერ გაძლებს ეს დიდხანს. შეიძლება ცოტა მანიპულაციებსაც მიმართოს, რომ იცოდეთ. მაგრამ აი ეს ხევს უკან, ეს სამკუთხედის მომენტი არის აქ. ცალსახად არის. მაინც აქვს ეს განკითხვის სამსჯავროს არკანის მომენტი, ეს არჩევანის მომენტი მაინც ჭიაღრღნის, მაგრამ თქვენ მისთვის თასების დედოფალი ხართ, არა ის გამორიცხულია. ცალკე კიდავს კიდე კითხვას, მაგრამ ნუ ეტლის არკანი და აგერ არა, ეს თავის სიტუაციას უფრთხილდება, ესე ჩაბღაუჭებულია მოკლედ და უბრალოდ აი როგორი მომენტია, იცი თითქოს დასტაბილურებას ელოდება, რომ აი არ გამექცეს სადავეები ხელიდან, ნაჩქარევმა აი პულსურმა გადაწყვეტილებამ რაღაცა ცუდი შედეგი არ გამოიღოს და აი მაგ მომენტს ელოდება. სტაბილურობა უნდა თქვენთან ნამდვილად უნდა, მეგობრებო, და ახალი დასაწყისიც უნდა. ეხა არა, ეხა განდეგილშია ცალსახად. მაგრამ ეს გადაწყვეტილებას მიიღებს. უეჭველი მიიღებს გადაწყვეტილებას. ეს რა ხდება თვითონ არის პენტაკლების მეფე? თუ თვითონ არის პენტაკლების მეფე და თვითონ არის სამკუთხედში, მაშინ ცოტა გაუძნელდება და დროში გაჭიანურდება, მაგრამ მაინც მოვა. ეს თქვენი თანადგომის, თქვენი ემოციური, ასე ვთქვათ, საკვების გარშე ვერ გაძლებს დიდხანს. მადლობა პირველ ვარიანტს დაგმშვიდობებით. მეორე ვარიანტი. ვინ არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანები? ვნახოთ. მეოცნებე,
იდეალისტი ადამიანი, სხვა შორის ძალიან საინტერესო თანწყობაა და საინტერესო სიმბიოზია. ძალიან გონება מחვილიც, ლოგიკურიც, მაგრამ ამავდროულად მეოცნებაც. პრინციპში ისე რომ იცოდეთ, ყველაზე მაგარი ტიპები ჯიუტი მეოცნებები არიან, რომლებიც არასდროს ნებდებიან და მე ის ოცნებები მიზნებად უხორციელდებათ, ხო? ადამიანი შეიძლება რაღაცა, არ ვიცი, ახალს იყოს შეჭიდებული, ადამიანი რომელიც დღესდღეობით რაღაცა სიახლის ზღვარზე შესაძლოა იდგეს. ადამიანი ცეცხლოვანი, ქარიზმატული, საკმაოდ შემდგარი, სამსახურებრივადაც, ისედაც მიმზიდველი ძალიან გარეგნულად, ადამიანი რომელიც თავისი ცხოვრების შუა პერიოდშია და ზენიტშია, აქ სავარაუდოდ 40-35 ესე და ზემოთ ასაკის ადამიანებზე გადათამაშდება. კაი, რა ენერგიებშია ახლა? რა ენერგიებშია და ცოტას ჯადოქრებს მეგობრებო. ან ჯადოქრებთან დადის. ეს ასე ვთქვათ, თვითონ ქურუმი ქალი და პენტაკლების დედოფალიც რომ ცოტა ჯადოქრების ენერგიის მატარებელი არის. და რაღაც манипуляციებს, რაღაცა პრაქტიკებს შეიძლება ატარებდეს კვერთხების რაინდზე. კი, როგორი მომენტი აქვს, იცი? ბრძოლა, აი, რაღაც შინაგანი ბრძოლა აქვს, კონკურენტის მომენტი აქვს. თითქოს აი ეს ჩემია და არავინ არ უნდა წამართვას, ხო? სიკვდილის ფასადაც რო დამიჯდეს, მე ამ ტრანსფორმაციას, აი ამ სიტუაციას გავივლი და აუცილებლად ახალი დასაწყისის მოლოდინშია. არ ვიცი ეს ვის ეხება, მაგრამ საშინელი მიჯაჭვულობები აქვს. აი, დაბრმავებულია პრაქტიკულად თავისი სურვილებით. მოდი ასე გეტყობთ. კაი, თქვენთან დაკავშირებით რა ენერგიებში? აი, თქვენთან კონკრეტულად, თქვენთან დაკავშირებით რას გრძნობს? თქვენ მისთვის ძალიან ისეთი ემოციების მიმცემი ხართ, ცოტა ბავშვური, გულუბრყვილო, წრფელი, აი ძალიან ბედნიერია თქვენთან, ძალიან მშვიდა და ძალიან კარგად გრძნობს თავს თქვენზე ფიქრისას. თქვენ მისთვის აი აი შუამზე ხართ რა, რასაც ქვია, აი ბოლომდე რომ ანათებს ესეთი ენერგიების მატარებელი მზე ხართ. თქვენ მისთვის სხვათა შორის ფინანსური, კარიერული, ასე ვთქვათ, პერსპექტივის გზასაც ხედავს თქვენში, არ ვიცი რატო. თქვენ მისთვის მანძილზე ხართ და ვარსკვლავი ხართ. ასე ვთქვათ, მიზანი, ათვლის წერტილი, რომელთანაც უნდა მივიდეს აუცილებლად. და გეუბნებით, აქ ჯერჯერობით ოცნებობს ესე რაღაცა ზის და ფიქრობს რა კარგი იქნებოდა ცხოვრება თქვენთან ერთად. მაგრამ მოქმედებასაც ფიქრობს სხვათა შორის. უნდა რომ გაკონტროლებდეთ, უნდა რომ სიტუაცია, ასე ვთქვათ, სრულად მის დაქვემდებარებაში იყოს. რას გრძნობა ბაბა ჩემი მაყურებლის მიმართ? ფიქრობს, მერყეობს, არა გრძნობები აქვს, ცალსახად აქვს მეგობრებო, პირიქით ენატრებით ძალიან და უნდა კიდეც რომ მოსვლა, მაგრამ აქ ეჭვიანობის მომენტი და კონტროლის მომენტიც მომდის. სხვათა შორის ფიქრობს თქვენთან წამოსვლას, ენატრება ის რაღაცა, აი როგორი ენერგიები იცით, აი გამივედი, განვიტვირთე. და ის მონატრებისგან აი ძალიან ტკივა, მონატრება მტკივაო, რომ მიტყვიან, კი არა თქვენ მისთვის და თვლის რომ რაღაცის გამო ისჯება, რაღაცა არასწორი გააკეთა მან, არ ვიცი. რაღაცა არასწორი გააკეთა თქვენთან მიმართებაში, ისეთი რომ ახლა მისთვის პრაქტიკულად იმზე დამიბნელდაო, ისეთი მომენტი აქვს რა. აი, უახლოესი ენერგიები მანახება რა იქნება? უახლოესი ენერგიები მაჩვენე რა იქნება? ისევ ოცნებები, გეგმები, ისევ არეული დარეული სიტუაციები, რაც ჩვევია მზის დაბნელებას ზოგადად და ბევრი ტრანსფორმაცია, არჩევანი ექნება, მაგრამ ძალას იპოვის მეგობრებო ეს და როგორც მზე ამოდის ხელახლა ისე მოვა. კი, ეს არა, ვერ გაძლევს თქვენს გარეშე. ეგ კი არა, ამან შესაძლოა მოვიდეს და ოჯახიც გთხოვოთ. ანუ ოჯახურ სტაბილურ ურთიერთობაზეც დაგელაპარაკოთ.
ეს თქვენი ვნებების, თქვენი ენერგიების გარეშე დიდხანს ვერ იქნება. სასტიკად ენატრებით. და სხვა შორის ძალიან დიდი სურვილი აქვს აი ეს ნებისმიერი არა ვნებისმიერი სურვილი. ხო, აქ რაღაც გაყოფილი ენერგიებია, მოდი არ ვიტყვი სამკუთხედზე არაფერს. კი, დასაწყისი. ეს ფიქრობს, რომ რაღაცა ესე ჩირგვებში ჯდომა აღარ გამოვა და უნდა გამოვიდეს. ეს შეიძლება კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თვითონ აპრაქტიკებდეს თქვენთან დაკავშირებით რამეს, ან დადიოდეს ეზოთერიკთან და დახმარებას თხოვდეს. ხო, არ გამიკვირდება. არა, ეს ოცნებებიდან გამოვა მეგობრებო და გადავა მოქმედებაზე. ეს ემოციები არ მისცემს უბრალოდ საშუალებას, რომ თქვენამდე არ მოვიდეს, იმიტომ რომ ძალიან დიდი აქვს მონატრება. მადლობა. და მესამე ვარიანტი და ვნახოთ. ვინ არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი, ჯერ ვნახოთ. რა გადმოხდა ხდეთ. რა ჭირს მენტალური პრობლემებია ხაცა? გადმოხდა. ხო, მთვარის არკანი აქ რაღაცა დამოკიდებულებებით შეიძლება იყოს, შეიძლება სექსუალური დამოკიდებულებებიც იყოს, არ გამოვრიცხავ მეგობრებო, მაგრამ რაღაცა დაფარულიც გქონდეს, რაც აი იცით როგორი ცოტა სენტიმენტებისკენ, ცოტა დეპრესიისკენ მიმართული ადამიანი, რომელიც ყველაფერში ნეგატივს ხედავს. აი რომ იტყვიან სხვა დამატებითი წყარო ჭირდება, რომ თავისი ლომობა იგრძნოს, ისე არ გრძნობს ლომად თავს. ადამიანი სხვა შორის ძალიან სულიერი, ძალიან ის დუხონას, ძალიან სხვა საფეხურზე მდგომი, მაგრამ ნუ ზოგადად ეგეთ ხალხს უჭირს კიდე ხოლმე ადაპტირება სოციუმთან და ნუ ეს თავის არკანებით შესაბამისად მე უკვე მესმის. ადამიანი, რომელიც ყოველთვის მზად არის, რომ დაეხმაროს სხვას და ხელი გაუწოდოს. არ არის ცუდი ადამიანი, უბრალოდ ალბათ რაღაცა ბევრი იმედგაცრუებიდან გამომდინარე ცოტა მენტალურ ნაწილში გვიჭირს. აი, რა ენერგიებშია ხაბა მანახე? რას გრძნობს, როგორ არის რა ენერგიებშია? ხო, სამართლიანობა, არ ვიცი, ფიქრობს რაღაცა, შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობით გქონდეს პრობლემა სამართლიანობასთან და კანონდამცავ ორგანოებთან. Temperance ზომიერების არკანი სხვა შორის ცდილობს რაღაცნაირად დააბალანსოს რაღაცეები და მეტნაკლებად ჰარმონიული მომენტები იპოვოს. თავისი ვნებები და ცეცხლები შენარჩუნებული აქვს, ეს ენერგიები აქვს, არსად დაუკარგავს. მთვარის დაბნელებით, ხო, ნუ აი ფსიქიკაზე თქო მეტყვილად არ თქვი რაღაცა გავლენები არის მაინც. როგორც აი მთვარის დაბნელება ლაბილურ ადამიანებს ურტყავს, ხო, აი ეს მომენტი მაჩვენა, რაღაცას წონის და რაღაცის განულება უნდა. რაღაცა სიტუაციიდან გამოსვლა უნდა და ახალის დაწყება უნდა. ის ძალიან დიდი სურვილი აქვს. აი თითქოს ეს როდის მომეხსნება, რომ აი რაღაცა თავისუფლად ამოვისუნთქო ესეთი მომენტი. კაი, აი ვინც მიყურებს იმასთან დაკავშირებით მანახე მისი ენერგიები. ნუ დანგრეულია ყველაფერი. გაფუჭებულია სიტუაცია, მაგრამ ნუ ის ჩემთვის არის ძალიან კარგი მეგობარი, კარგი ადამიანი, რომელიც ყოველთვის ხელს მიწვდი და რომელიც ყოველთვის მზად იყო ჩემთან სწორი კომუნიკაციისთვის, ხო? კიდე მოსვლას ფიქრობს თქვენთან მეგობრებო. ცოტა ეჭვიანობის მომენტებიც აქვს, მაგრამ ძალიან უნდა რომ რაღაცნაირად იცოდეს თქვენზე ყველა სიტუაცია. აი თითქოს წკიპზეა უკვე რომ აი გაილია ხო მთვარე და აი ეს გადაივლის და მე უნდა მივაკითხო, კი? მე გადაწყვეტილება უნდა მივიღო, მე ის უნდა ვნახო. დღეს რა ხდება? რაღაცა ძალიან კარგი ენერგიებია. სავსე მთვარე, ხო, სავსე მთვარე ხო საერთოდ ჯადოსნობების და სასწაულების ფაზაა, შესაბამისად აი ესეთი მომენტები ამ ადამიანს თქვენთან დაკავშირებით უჩანს. კაი, ეს რასაც ფიქრობს და აბა რა იქნება ეგ გვაჩვენე უახლოეს პერიოდში?
რა ენერგიები ექნება? ნუ აი ფიქრობს რომ უნდა მოკლედ რაღაცნაირად ჩემს შუაზე მოვიყვანო ეს სიტუაცია. მე უნდა ეს მართო, მე უნდა ეს გავაკონტროლო, ესე არ გამოვა, ხო? უყურადღებოდ მე ამ სიტუაციას ვეხარ დავტოვებ. მე ჩემი წილი, ჩემი საკუთრება უნდა ავიღო. კი არა, მე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა ავიღო. ეხლა რაც მაჩვენა, იგივეს მაჩვენებს ახლა. ხო, აი ახლიდან, სიახლე, რაღაც ახალი ენერგიებით უნდა შემოსვლა. დასრულდება თუ არა, აი ეს გაილევა თუ არა ბოლო, როგორც კი ეს ბოლო კონტური გაქრება, ძველი მთვარის, ხო, ახალი მთვარეც მოდის ხოლმე და შესაბამისად, კი, ოღონდ გეუბნებით, აქ ძალიან დიდი დოზით არის პრაქტიკა, აქ დიდი დოზით არის მანიპულაცია, აქ დიდი დოზით არის ჩარევები, მეგობრებო და შეიძლება არ გამოვრიცხავ, მართლა ძალიან აქტიურადაც ერეოდეს ვინმე თქვენს ცხოვრებაში, ნუ ცუდად კარგად ეს თქვენ გასაჯეთ, მაგრამ ვიღაცას ეს ძალიან დიდი ალბათობით დასახმარებლად მიმართავს, იმიტომ რომ ძალიან დიდი მიჯაჭვულობა აქვს თქვენზე, აი ძალიან დიდი ბმა აქვს თქვენთან ემოციური, თქვენს გარეშე პრაქტიკულად სიცოცხლე თუ არსებობს, ეგეც ვერ წარმოუდგენია და აი თითქოს არ ჯერა, რომ რაღაცა თქვენს გარეშე შეიძლება სწორად იყოს მის ცხოვრებაში, ესეთი ენერგიები მომდის. ხო, აი, ყველა შანსი მაქვს და ეხლა მე შანსები უნდა გამოვიყენო. ანუ ეხლა მთავარია ჩემი გადაწყვეტილება საით წავალ, ხო? უნდა გავანულო წარსული ყველაფერი და შეიძლება კიდევ ერთხელ ვიმეორებ დღეს რაღაცა უცნაური ისინი ენერგიები, მაგრამ ოჯახით შემოგთავაზოთ არ გამიკვირდება. ნამდვილად არ გამიკვირდება აქ ისეთი ენერგიები ტრიალებს, კი. გამოვიდეს უნდა და რაღაცა სტაბილურ სიტუაციაში გადაიყვანოს თქვენი სიტუაცია აქ. კიდე ერთხელ მინიშნება წამოვიდა, რომ შეიძლება რაღაცა სამკუთხედ, ოთხკუთხედის ვარიანტები გქონდეთ, მაგრამ მე ცოცხალი დავით არ ვეპუები. აი, ამ ადამიანის გამოჩენა რას მოიტანს, რატო გამიჩნდა ეხა ეს კითხვა არ ვიცი, მაგრამ სხვათა შორის ეს თუ მეგობრებო სტაბილურ ანუ სტაბილურ ურთიერთობაში მყოფ ადამიანს უყურებს, ეს იქიდან წამოვა, იქ всё. და ახლიდან დაიწყებს, ახალ სიტუაციას დაიწყებს, ეს იქ დიდხანს ვეღარ ეს ვიღაცისთვის საჭირო იყო ამ ინფორმაციის გაჟღერება, მოკლედ რა რომ იცოდეთ. აი იმ სიტუაციას დაასრულებს და აიკავს გუდანებას და ახალ სიტუაციისკენ წავა. ყველაზე არა, მაგრამ ეს ვიღაცისთვის აუცილებლად გამეჟღერებინა ისე ჰაერზე არ ამოვიღე ზედმეტი კითხვა. კარგით, მადლობა ნდობისთვის, ყურადღებისთვის, დაგემშვიდობებით, ნახვამდის.